მივესალმები ახალი დღის მაყურებელს. ჩვენ ახლა გიერთდებით სამუშაო სივრციდან, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო ცოტა დეტალი რჩება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, საგამოფენო სივრცე იყოს მზად წარდგნენ სტუმრების წინაშე. ჩვენთან ერთად დილიდან არის ბატონი რამაზ ჩანტლაძე, რომელიც უფრო მეც მოგვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება ის გამოფენისთვის, რომელსაც ქვია კალეიდოსკოპი და თუ რატომ კალეიდოსკოპი, ამაზე თავად გვიამბობს. დილმშვიდობისა ბატონ რამაზ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ქალბატონ ნოდიას განსაკუთრებით. ესე იგი, ჩვენთან ეხლა მიმდინარეობს ამ წკინვალე სივრცეში მიმდინარეობს ექსპოზიციის კეთება, ესე ვთქვათ, რომელიც არის სახელწოდებით კალეიდოსკოპი. და რატომ? იმიტომ რომ მრავალფეროვანი ნამუშევრებია ჩემი აქ გამოფენილი და ფაქტიურად ყველა დროის დაწყებული წინა საუკუნიდან დამთავრებული წლევანდლამდე, ესე ვთქვათ და მე ვფიქრობ, მე თვითონ ძალიან ინტერესით უყურებ ამ ყველაფერს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხელა სივრცეში ამდენი ნამუშევარი ფაქტიურად თბილისში პირველად გამოფინე რა. უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ ასე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, როდესაც ჩვენ შემოვედით, ასე ვთქვათ, სამუშაო ჯგუფი, ძალიან ბევრი ნამუშევარი არის კიდევ ერთად თავმოყრილი, იმიტომ რომ ვერ დაეტია ამ სივრცეში. დიახ, სრული ჭეშმარიტება გახლავთ. ალბათ ძალიან რთული იქნებოდა თქვენთვის შინაარსობრივად ამ ყოველფრის აწყობა, ხო, გადარჩევა და რომელიმე ნამუშევრისთვის, ვთქვათ, შეიძლება რომ ის იმას ვერ ნახავს მაყურებელი. აბსოლუტურად ჭეშმარიტი ნათქვამია, მაგრამ ესე ვთქვათ, უნდა დათმო რაღაცები, რომ იყოს მშვენიერება და სხვა გზა არ რჩება უბრალოდ, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მიხარია, ესეთი დოპინგირებული ვარ, ესე ვთქვათ, ამ სიტუაციით და ძალიან ლამაზად გამოდის ეს ყველაფერი, რაშიც მეხმარება ქალბატონი თათა და ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადაუხადო და თქვათ კულტურის სამინისტროს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, მერიას, კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც მომეხმარა გვერდში დამიდგა, იმიტომ რომ ეს გამოფენა ერთ სიტყვა და ესე თავისუფალი სიტუაცია არასოდეს არ არის. ყოველთვის არის შრომით დატვირთული სიტუაციები და გამომდინარე აქედან ეს ყველაფერი ლამაზად მიმდინარეობს. ჩვენ თათაქსავრელი დირექტორი აუცილებლად შემოგვერდება სულ რამდენიმე წუთში, მაგრამ მანამდე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე. ახალი დღის მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს ბატონ რამაზს, ჩვენ გვქონდა თანამშრომლობა და ურთიერთობა და საინტერესოა წარწერა, რომელიც გაჩნდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხო, თქვენი. საინტერესო იქნება ამ ისტორიის მოყოლა ჩვენი მაყურებლისთვის, რატომ რამზესი? მე შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოვყვე. ესე იგი, ყველას მოგეხსენება ჩემი სახელია რამაზი, რომელიც მანდამაინც ძალიან არ მომწონდა, რომ მეგონა რომ არ იყო ქართული სახელი და ერთ დღეს წავიკითხე ინფორმაცია, რომ გერმანელმა მეცნიერმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, როცა რამზეს DNK, ესე ვთქვათ, დნმ აიღეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ადამიანები, ეს რამზესები, ეგრეთ წოდებული ფარაონები იყვნენ კავკასიელები. თქვენ წარმოვიდგინეთ, ესეთი ძალიან საინტერესო იყო ეს ჩემთვის და კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იყო ჩემთვის ძალიან სიხარული დიდი. ეხლა რაც შეეხება თვითონ წარწერას, რამზესი რატო დავაწერე ჩემ ნამუშევრებს, იმიტომ რომ პირველი ესე ფუძეებით რო ავიღოთ, რა არის ბერძნულად მზე. მზე ქართულად არის მზე და რამზეს არის ორმაგი მზე. და მაგაზე კარგი არის რამე ადამიანისთვის, რომ ესეთი ძლიერი წყარო, რასაც მზე ქვია, იყოს შენი სახელი. და აქედან გამომდინარე, მე უკვე თამამად გავაკეთე ეს ნაბიჯი. ეს სახელი გაჩნდა თქვენს ნამუშევრებზე. დიდი მადლობა ბატონ რამაზ, წარმატებას გისურვებთ. თათაქსავრელი უნდა შემოგვერდეს დირექტორი და უფრო დეტალურად უნდა გაგვაცნოს ნამუშევრები და გვიამბოს იმაზე, თუ რა დაგხვდებათ აქ უკვე ექსპოზიციის სახით. დილმშვიდობის. მოგესალმებით, თქვენ მაყურებელს მივესალმები. ზურაბ წერტილის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ხვალ იხსნება ბატონი რამაზის გამოფენა. 7 საათზე ველოდებით დამთვალიერებელს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან
ძალიან საინტერესო დატვირთული ექსპოზიცია არის, რადგან ბატონი რამაზი ძალიან პროდუქტიული მხატვარია, ძალიან ბევრს მუშაობს და მინდა აღვნიშნო, რომ ამ გამოფენაზე არის წარდგენილი სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები. აი რომ მოხვალთ, თქვენ თვითონვე მერე დარწმუნდებით, რომ აი შეიძლება იფიქრო კიდევაც, რომ ეს ამ მხატვრის არის, იმიტომ რომ ისე განსხვავებულად და ისე ოსტატურად ფლობს ამ ტექნიკას, რომ ძალიან საინტერესო არის. ასევე იქნება გრაფიკები წარმოდგენილი და სულ ბოლო პერიოდი, სულ ახალი, ჯერ არსად რო არ არის გამოფენილი და არავის არ აქვს ნანახი, ის ნამუშევრები გვექნება წარდგენილი. ანუ დიდი სიახლეც ელოდება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოსულ სტუმრებს. აუცილებლად შევახსენოთ თარიღები, რომელი რიცხვები არ უნდა გამოგვრჩეს, რომ გამოვძებნოთ დროუცლებლად და მოვიდეთ. ჩვენ ხვალიდან ვხსნით ამ გამოფენას და გამოფენა გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით. ასე რომ გელოდებით. ასე რომ წარმატებას გისურვებთ თქვენს 19 თებერვალი 18 საათი, საღამოს 6 საათიდან თქვენ უკვე შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და უკვე 2 მარტის ჩათვლით გექნება შესაძლებლობა რომ რამაზ ჩანპლაძის ეს ნამუშევრები იხილოთ. 100-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, ასე რომ გელოდებით ყველას დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებულ დღეს. კესო, პირადად ჩემგან 1000 უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, იმიტომ რომ ყოველთვის ეს დარბაზი საოცარ არტისტებს უთმობს თავის სივრცეს. ძალიან დიდი მადლობა რამას, რომელიც წლების მანძილზე მე და რამაზი ერთი ეკლესიის მრევლი ვიყავით და ეს ეკლესია სწორედ რამაზის უნიკალური ხატებით იყო მოხატული. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები მათ ორივეს ამ შესანიშნავი საქმის წამოწყებაში.